მოგესალმებით, აჭარა თაიმსი იწყებს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას. ვიმყოფებით ბათუმში, კერძოდ ბაგრატიონის 129 ნომერში, სადაც სამშენებლო პროცესს ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან. საუბარი არის ბაგრატიონის 129-ში დაგეგმილ მშენებლობაზე. აქ იყო სარიტუალო დარბაზი წლების განმავლობაში და მისი დემონტაჟის შემდგომ, როგორც ადგილობრივები ამბობენ, იგეგმება მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა და სამშენებლო პროცესში უკვე როცა დაიწყო დემონტაჟი არსებული შენობის, როგორც აქ მცხოვრებლები ამბობენ, მომიჯნავე კორპუსის, რასაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ, კედლებზე დაიწყო ბზარები, არსებულმა ვიბრაციამ გამოიწვია კედლებზე ბზარები და სწორედ ამიტომ აქ მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან დაგეგმილ მშენებლობას. უფრო მეც ცხადია, აქ შეკრებილი ადამიანები გვეტყვიან და მათგან მოვისმენთ თუ რა აქვს სათქმელი და რატომ ეწინააღმდეგებიან ისინი მშენებლობას. ჩვენ შეგვიძლია აქ მცხოვრებლების მოსაზრებები უკვე მოვისმინოთ პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, ქალბატონო, გითხარით, რატომ ეწინააღმდეგებით მშენებლობას, რომელიც უნდა დაიწყოს, უკვე დაიწყო ეს პროცესი და არსებულმა ვიბრაციამ, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, გამოიწვია ბზარები. გითხარით, ეს ვითარება და პროცესი როგორი არის ახლა ბაგრატიონის 129 ნომერში? ჩვენთან უკვე ბზარები დაიწყო და ის უკვე იმატებს. ვეწინააღმდეგებით, იმიტომ რომ დილი და საღამომდე მტვერი და ხმაური არ წყდება. ბავშვებს უკვე ეშინიათ, ვერ გამოდიან გარეთ ხმაურიზა, ბზარები არის და ეკანება, როცა ბიზგები არის ძალიან ძლიერი. ამავდროულად ძალიან ახლოს შენდება და ჩვენ ვეწინააღმდეგებით ზედა ისიც არ შემოდის სხივები, ჰაერი. აქედან ეს გვიდგება და საერთოდ ფარავს ყველაფერს და ეწინააღმდეგებით ძალიან გთხოვთ, რომ ჩვენც მოგვაქციოთ ყურადღება და რამე მოიმოქმედო, რომ შეაჩერონ ეს კორპუსი. ის ვიბრაცია სამშენებლო პროცესი, რასაც გამოყოფს, საგრძნობი არის ალბათ, ხომ? ტექნიკა როცა მუშაობს ამ ტერიტორიაზე. თავიდან შენობას როცა ანგრევდნენ, ძალიან ბიძგები იგრძნობოდა. ამას ყველა ბავშვიც გრძნობდა და დიდიც. გასაგებია, მადლობა. თქვენც გითხარით, ქალბატონო, რა პროცესი მიმდინარეობს ახლა და რა ტიპის საფრთხეს ხედავთ თქვენ? ანუ ყველაზე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჯერ ძირითადი სამუშაოები არ არის დაწყებული და უკვე ისეთი ბზარებია, შესამჩნევი ბზარებია, რომ ქვეშინია. აქ მაცხოვრებლებს და საძირკველის გაცხრა რო დაიწყება, მე ხო საერთოდ ალბათ კატასტროფა იქნება და მოკათ არაფრით არ დაუშვებთ, მაქსიმალურად ვიდგებით ფეხსეთ, დღითაც ახამითაც, რომ შევაჩეროთ ეს პროცესი და იმედია სახელმწიფოთ დაგვიდგება გვერდში, იმიტომ რომ მარტო ჩვენი ხმით ალბათ ვერაფერს ვერ გავხდებით, მაგრამ ძალიან დიდი იმედი გვაქვს იმის, რომ ვინც არის ამ საკითხში კომპეტენტური, რომ შეაჩეროს ეს პროცესი. კი ბატონო. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, სახელმწიფო რახან ახსენეთ, თქვენ თვითმმართველობას აცნობეთ, კერძოდ მუნიციპალურ ინსპექციას, ბათუმის მერიას, მათგან რა ტიპის რეაგირება იყო? გუშინ იყვნენ მოსულები. მთელი ამ პროცესის განმავლობაში უკვე თითქმის ერთ თვეზე მეტია დაფიქსირებული გვაქვს საკითხი და მხოლოდ გუშინ იყვნენ მოსულები, რომ ენახათ პროცესი. და არც შეუჩერებიათ ამის მიუხედავად მშენებლობა. პასუხად მივიღეთ ის, რომ რადგან კორპუსი არ არის ჩაბარებული, ჩვენ არ შეგვიძლია ამ პროცესის შეჩერებაო, მშენებლობის შეჩერებაო. მხოლოდ ესა და ეს, ანუ ისევ თქვენი ძალებით და კი ბატონო, ანუ ექსპერტიზის დასკვნა, სანამ არ გვექნება, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, აქამდე პროცესს ვერ შევაჩერებთ და ეს შეიძლება იმდენ ხანს გაგრძელდეს, რომ არ ვიცი, ალბათ პირველ-მეორე სართული დასრულდება მშენებლობის და ანუ მოსავლდე საფრთხებზე ახლავე საუბრობთ და გთხოვთ, რომ შეჩერდეს ეს პროცესი. მადლობა თქვენი აზრისთვის, სხვების მოსაზრებაც მოგვისმინოთ. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით, რა ტიპის საფრთხეს ხედავთ თქვენ და რეაგირება როგორი იყო მუნიციპალიტეტის მხრიდან, როცა თქვენ შეეხმიანეთ და ითხოვეთ მშენებლობის პროცესის გაჩერება? საფრთხე არსებობს, ახლა პირდაპირ საფრთხე, პირველი რაც არის, ეს არის ზეგავლენის ფაქტორი ამ ხელმშენებლობის, რომელიც მიმდინარეობს. აქ შეტანილი გვაქვს უკვე ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში ამ მშენებლობის გავლენის ფაქტორი ჩვენს არსებულ შენობა ნაგებობაზე, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ გვაქვს. დაჩქარებული წესითა მე მგონი სადღაც 11 რიცხვია უკვე შეტანილი. ფაქტი ისაა უკვე, რაც დადგა ქვაბულში ჩარევის შედეგად, გამოიწვია ბზარები შენობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ არის ქვაბული ჩასული არსებულ კონსტრუქციული სიმაღლეზე.
ჩემი ინფორმაციით, რაც ვნახეთ არქიტექტურა, -5.50 ჩადის საძირკველი, როდესაც არსებობა აი ამ შენობას ჩასულია -3.85-ზე. რეალურად ფაქტი იმისა, რომ შემდგომში მოხდება წყლის ტუმბოების ჩადგმა, შეგნით დაკაჩვა არსებული წყლების გამოურვეცხავს ამ შენობას კიდევ უფრო საძირკველს და არსებული ბზარები დღეს რაც არის წარმოშობილი, წარმოიდგინეთ, რომ ეს გაურმაგდება, გასამაგდება და ასე შემდეგ. ანუ შეუცვლელი პროცესი დაიწყება. უკვე თუ კი არ მოხდება მისი იმ წესით დაწყება სამუშაოების, როგორიცაც არის დადგენილი საქართველოში მოქმედი ნორმები, ხო? სამშენებლო ნორმები. წარმოიდგინეთ, ამ ხელა მშენებლობა მიდის და ქვაბულის გამაგრების პროექტიც კი არსებობს და არც კი გაუკეთებია. აზრადაც არ გავლია არავის თავში, რომ მოდი ამ ხელას რო ჩავდივარ, შევისწავლოთ ამ სახლის ფუნდამენტი და საძირკველი რამდენია და რითი გავამაგროთ ეს, ხო? არსებობს უამრავი საშუალება ქვაბულის გამაგრების და დაცვის მისი. ეს არის ფერდი ხიმიჯებია, მისი მოწყობა, ცემენტიზაცია, საშუალება, შპუნტებია ეგრეთ წოდებული, უამრავი საშუალება, რითიც შესაძლებელია დათვლადია და მისი გაკეთება, მაგრამ სამწუხაროდ ეს ფაქტორები არ არსებობს, პირდაპირ დააყენეს იმხელა ექსკავატორები, ინგრევა შენობები და ჩავიდან ქვაბულში და როგორც კი ჩავიდან ქვაბულში და რაღაცა სიღრმე მოხსნეს, წამს ვეტი წამოვიდა ვიბრაციების შენობაზე. აი ეს არის ფაქტი, რაც ახლა ამის წინაშე ვდგავართ ჩვენ მოსახლეობა. და როგორც ვიცით, შენობაზე გაჩნდა ბზარები, თვალსაჩინოა ეს ბზარები და თუ მიმართეთ ექსპერტიზას, რომელმაც უნდა გამოიკვლიოს ამ ბზარების წარმოქმნის ორშაბათისთვის უკვე ჩვენ მივმართავთ დამატებით სამხაროვლის ექსპერტიზას და უკვე დასადგენად რომ ეს ბზარები ნამდვილად ახალია და წარმოშობილია მას შემდეგ როგორც კი მან დაიწყო ქვაბულის სამუშაოების მოწყობა, ამით ამ განცხადებით უკვე შევდივართ ორშაბათ სამხაროვლის ექსპერტიზაში. თვითმმართველობის რეაგირება როგორი იყო შეწყობინებაზე? მე ვერ გეტყვით მაგის შესახებ, იმიტომ რომ პირადად მე არ ვიყავი გუშინ აქა, თუმცა რამდენჯერმე რაც იყვნენ მეგობრები მოსული აქა, პასუხი მათი იყო ის, რომ სამშენებლო ნებართვა არის გაცემული და აქვს დოკუმენტაცია წესრიგში. გასაგებია, მადლობა თქვენი აზრისთვის. მოგესალმებით, გითხარით თქვენც, აბა რა ხდება ამ ტერიტორიაზე, როცა მძიმე ტექნიკა მუშაობს და ასევე კედლების ბზარებს რატომ უკავშირებთ ამ სამშენებლო სამუშაოებს? ძალიან ბევრი მოსახლე ვართ, ახლა თქვენც ხედავთ, რამდენი მაცხოვრებელი, რამდენი ბინა ამ კორპუსში და რამდენი წელია ვარსებობთ ნორმალურად. დალაგებულად ყველა ბინა, ყველა კორპუსი კედელი სუფთა იყო, არაფერი არ ხდებოდა და დღეს უკვე თითქმის აი წინახედი განსაკუთრებით თითქმის ყველა საფრთხეზე არის ბზარები. იმხელა ბზარები შეიძლება იყოს 1 სანტიმეტრიც და ცილება და ისეთი საფრთხის წინაშე ვართ. იგრძნობა თითქოს და ვიბრაციები, აი თითქოს თაბრო დაგეხვევა ადამიანს და რაღაცა ისეთი მიწისძვრასებით, რომ შეგრძნება სტოვებს ისეთი და არის ამის საშიშროება. ეს ხო მისი საკუთრებაა გასაგებია და თავის ტერიტორიაზე აშენებს, მაგრამ ეს ხო ჩვენ საფრთხეს გვიხსნის ამდენ მოსახლეობას, ჩვენს ხო გვაქვს უფლება, რომ ჩვენ შესყიდულ კორპუსებში, ჩვენ საცხოვრებელ ბინებში, რომელშიც ცხოვრობთ თითქმის უკვე 8 წელი თუ შეიძლება მეტიც, ვიცხოვრობთ ნორმალურად და ახალი აშენებული კორპუსი იმდენად ის საფრთხეს ხსნის, რომ უკვე მოლოდინის რეჟიმში თუ მთავრობამ არ მიიღო შესაბამისი ღონისძიებები რაღაცა არ შეაჩერა, ან დაკვირვება გვინდა ალბათ ზედმეტად, მეტად ჩაკირკიტება, რომ ჩვენ ადამიანებს დანარჩენებს, ვინც ცხოვრობთ აქ უკვე რამოდენიმე ასეული ადამიანი ცხოვრობ, არ გქონდეს იმის შიში, რომ ხვალზე შეიძლება ჭერთავზე ჩამოგვეგრას და კორპუსი გადაქანდეს და ეს ხო მისთვისაც არ იქნება სასიამოვნო თავისთვის აშენებს, იმისთვის რომ ისევე ბინები გაყიდოს, შემოსავალი გაიჩინოს და რაღაცა და ჩვენ ადამიანებს პირიქით დაგვენგრეს და ეს რაც შეძენილი გვაქვს ვარსებობთ ამითი და გამესვათებთ ჩვენ საკუთარ გადახრულ წერში თავზე ჩამოგვენგრას. ამას ვითხოვთ რომ ნორმალურად შეფასდეს ეს რისკები, ეს საფრთხეები, რაც ჩვენ ადამიანებს, ჩვენ მეზობლებს, ჩვენ კორპუსებს მარტო პირველ კორპუსს კი არა, სამივე კორპუსს დროთა განმავლობაში ჯერჯერობით ვერ მერცვერა, შემდეგ დანარჩენებსაც იქნება, გქონდეს იმის გარანტია, აშენოს ბატონო, მაგრამ აშენოს ნორმის ფარგლებში და ჩვენ გქონდეს იმის გარანტია, რომ ნორმალურად ვიცხოვრებთ და გავაგრძელებთ ცხოვრებას, როგორც ვიყავით აქამდე, როგორც ცხოვრობდით ამდენი წელი. ჩვენ მეც არაფერს არ ვითხოვთ. გვინდა რომ ნორმის ფარგლებში თუ რამეა საშუალება რომ გააკეთოს, გამოასწოროს და გქონდეს მისი ფართი, რაც შეიძლება და ჩვენ საფრთხეს ნუ გვიქმნის და ასე
ზერელეთ, ასე გულგრილად, ასე ჩვენ რო აქ გამოგვრიცხოს და თვითონ როგორც უნდადეს ისე გააკეთოს ამ კომპანიამ, ამის მოწინააღმდეგე ვართ და ვითხოვთ რომ ყურადღება მოგვაქცია. მადლობა თქვენი აზრისთვის, ხვებსაც მოусმინოთ. მოგესალმებით, ქალბატონო, გითხარით აბა თქვენ რას ფიქრობთ და ძალიან ჩუდრეშია საქართველო, ქართველი ხალხი. არავინ არ უსმენს. პატრონი არ ყავს ქართველ ხალხს. რადგანში ვარ ვერ ვიღეთ და ბზარებია გაჩენილი. ასე შეიძლება? სად არის ეს უფროსობა აქ? შენი კაცი მე ნუ დამარშავლებ შენ გამიფუჭებ ოთახებს. სად წევიდე მე გეკითხები? ბზარები უკვე თვალსაჩინოა კედლებზე. დიახ. მე ხო არ მალავ კაცო. სად წევიდეს ხალხმა გეკითხები? ისეთ უჭირს ხალხს, არაფერს არ გეუბნება და ამას გონია კარგად არის ხალხი. იმედზე ლაპარაკობდა ივანიშვილი. მე საქართველოს ბედი არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს ფული. აი, ამის გჯერავთ? ოცნების ხალხს დელაპარაკო შეიძლება დაგარტყოს. ისე ყავს მოწამლული ხალხი. ძალიან ჩუდრეში ვარ შვილო ჩვენ ისე შევა. ძალიან ჩუდრეში ვარ. დიახ, რახან ახსენეთ თქვენ კითხავდით ბათუმის მერიის რეაგირებას თქვენ როგორ ახსნით, როცა დარეკეთ საფრთხებზე შეატყობინეთ, თუმცა მათი მხრიდან არ მოხდა. ხელი ვნახე ეს ბზარები წუხელი ვნახე და მე ეს ქალბატონი. ძალიან ჩუდრეში ვარ. აქ ვერ აშენებს მაგი აქ. ჯერ შეხედოთ რა დღეშია ხალხი და ისე აშენოს მაგ. სახელმწიფოს ხარდაჭერის იმედი რამდენად გაქვთ თქვენ? საერთოდ არ მაქვს არავის. არავის იმედი არ მაქვს საერთოდ. მე შვილის გავზარდე, შვილის გავზარდე. მე ვერანე დახმარებას ვერ ხედავ მაგენიდან მე. რა მხარე დარჭირამ და მქონდეს, გეკითხები. ქართველს ვეღარ ცნობს. მოგწონ შე ტელევიზიაში გადაცემა? მოგწონ თუ გადაცემა, ვინც კლავს ვერ გეიგებ. ასე არ იყო არ სააკაშვილის არ შევარდა ჩვენ გამოიცვალეთ ნაირ პრეზიდენტები. არ იყო ასეთი ამბავი. ვიხარ რა ხარ? ერთი შემახვედრე ივანიშვილთან რა. ერთი შემახვედრე. ხალხს არ ხვდება ის. უფრო ბევრი მაქვს სათქმელი, უფრო ბევრი. მე დიდი დრო გამოვიარე მე და უფრო ბევრი მაქვს სათქმელი. უნდა მოეხმარო ჯერ ხალხს, უნდა დაამშვიდო, უნდა დააწყნარო ხალხი. ის კი არ უნდა მე საქართველოს ბედი არ მაინტერესებს. წადი და გამოვარდი ფული ვის ბანკში შეგეჭე ეს ფული. მეტი გამოვარდი. საქართველოს რაშვაშია შენ ფული გაქვს საცხა შენახული. გაკითხები. გასაგებია, მადლობა ქალბატონო თქვენი აზრისთვის. მე მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჩვენ ვიმყოფებით ბათუმში ბაგრატიონის 129 ნომერში, სადაც დილიდან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია. აქ შეკრებილი ადამიანები ცხოვრობენ ამ კორპუსში და ამ კორპუსის მომიჯნავედ იწყება მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა, რასაც ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან. მათივე თქმით, უკვე სამშენებლო პროცესის დაწყებიდან დაიწყო ბზარები კედლებზე და ეს ბზარები გამოიწვია ვიბრაციამ, რომლის შედეგადაც ისინი ზარალდებიან და მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ. მოგესალმებით ქალბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ, გითხარით თქვენი მოთხოვნების შესახებ და ასევე ის პროცესი აღწეროთ, რა ხდება დღის განმავლობაში, როცა მძიმე ტექნიკა მუშაობს აქ. ტექნიკა რომ მუშაობს, არის სახლის აქ ზანზარის, ანუ თავს არ ვთხოვთ, უსაფრთხოდ ბავშვებს, რა ვიცი, ეშინია, ჩემი შვილი მაგალითად აიმიდან არ იყურება, იმიტომ რომ ეს მძიმე ტექნიკა არის, როცა რაღაც ბეტონს ეხავენ, ძალიან ანუ ისეთი ხმა აქვს და ზანზარიც ან ჩვენი აივანი ფანჯარა პირდაპირ უყურებს მოკლედ ამ სამუშაო პროცესებს. ჩვენ უსაფრთხოების შეგრძნება სამწუხაროდ დავკარგეთ სახლში, იმიტომ ბრუნდებით რომ თავი ვიგზნოთ კომფორტულად და უსაფრთხოდ, მაგრამ ჩვენ გვეშინია, რადგან სახლს უკვე არსებული ბზარები, რომელიც დაჯდომის დროს ჰქონდა ბინას, ის უკვე გაფართოვდა, გაიზარდა და დღითი დღე მატულობს. ჩვენ ვითხოვთ, რომ მოვიდეს მერია და გავცეს პასუხი, რატომ გაიცა ნებართვა, რის საფუძველზე და რატომ არ აქვს, თუ აქვს მიცემული ნებართვა, სად არის გამოკრული, რომ მათ შეუძლიათ საქმიანობის დაწყება. სანებართო დოკუმენტაცია როგორც ხედა არ არის გამოკრული, მე ყველა ტერიტორია დავათვალე. არა, ალბათ ეს იგულისხმება საინფორმაციო ბანერზე, რაც არის დაფაზე დოკუმენტაცია. გამოაკრეს, იმიტომ რომ არ იყო ეს დღეები
საერთოდ არ ყოფილა არანაირი ბანერი არ ქონდა, საერთოდ არაფერი არ იყო, ეს კედლები იყო ცარიელი. დღეს დილით იყო მუნიციპალური მოსული, სამუშაოები რა 10-15 წუთით შეჩერდა, სურათები გადაიღეს, წავიდნენ და ისევ გაგრძელდა მუშა პროცესი და არ ვიცი რა ხდება, საერთოდ რო ვეკავთ, პასუხსაც არ გვცემენ, არ ვპასუხობენ ტელეფონზე. ბათუმის მერიაში როცა დარეკეთ, მათი მხრიდან რა ტიპის რეაგირება იყო გარდა იმისა, რომ მუნიციპალური ინსპექცია მოვიდა ადგილზე? სხვა არაფერი, ჩვენ სარჩელი შეტანილი გვაქვს, სამხარაულშიც გვაქვს მოთხოვნა დაჩქარების წესით რომ მოვიდეს და დაწეროს, რომ რა გარანტიები გვაქვს, რა უსაფრთხოების ნორმებია დაცული ან დარღვეული, მაგრამ საწუხაროდ მერიამ თუ არ გვიშუამდგომლა დაჩქარება არ ხდებაო. ეს ინფორმაცია მოგვაწოდეს და ველოდებით მერიის შუამდგომლობას. ანუ სამართლებრივ დავას იწყებთ უკვე ამ კომპანიის წინააღმდეგ, ხომ? ექსპერტიზის ბიუროსაც თუ მიმართეთ პარალელურად? სამხარაულს მიმართეთ და ჩვენ სამართლებრივ დავას ვიწყებთ. სარჩელი უკვე დაწერილი და შეტანილი ხელმოწერები შეგროვებულია. ასე გებია, მადლობა თქვენი აზრისთვის, ხვებით მოვისმინოთ. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით თქვენი მოთხოვნების შესახებ და რა ტიპის საფრთხეს ხედავთ? თქვენ ბატონო? ეთილი. სხვებსაც ვკითხოთ. მოგესალმებით, დაგველაპარაკებით. მოკლედ, მაყურებელს შევახსენებ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ ვიმყოფებით ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, სადაც დიახ მე მინდა ვუთხრა, ზუსტად ესეთი უყურადღებობით ბათუმის მერიის გამო მოხდა რუსთაველზე გახსოვთ როგორ ჩამოიგდა ბინა და დაიღუპა რამოდენიმე 13 ადამიანი თუ სწორად მახსოვს. არ მინდა რომ იგივე განმეორდეს და ძალიან გთხოვთ დროულად გამოიჩინეთ ყურადღება და თქვენი საქმე შეასრულეთ პირნათლად. ყველას გვინდა ფული, მაგრამ ხალხის უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანი და სიცოცხლე. გარდა იმისა, რომ თქვენ საუბრობთ მოსავლიდან საფრთხეზე, კორპუსის მშენებლობის შედეგად იფარება ასევე თქვენი ხედი. ხომ ეგეც პრობლემაა? კი, ეგ არის პრობლემა, მაგრამ ნახეთ, ჩვენთვის პირველ რიგში არის სიცოცხლის უსაფრთხოება და დაზღვევა. ხედი უკვე გადაინაცვლა ყველაზე ბოლოს. ხედის პრობლემა. ჩვენი შვილებს, რა ვიცი, ყველას რა აუღოთ დევიტამინი, ჩემი შვილებს აქ ნულის ღვარს ქვემოთ. ყოველთვიურად მიწევს, რომ მათ დამატებით მივცე წამალი, იმიტომ რომ ზესხედი, აი, სოკოებითაა, თქვენს ხედავთ, ანუ ბათუმი არის დაბიტონებული. და ხედიც ხო პრობლემაა, მაგრამ ბზარები უფრო გვაშინებს, სახლის რყევა და ზანზარი, ანუ ღამე მშვიდად არ გვძინავს. იმიტომ რომ მოდიან ღამის 3 საათზე, 4 საათზე და მაშინ გააქვთ რაღაც ნარჩენები, ნაგავი, აი ეს ტიხარი, რასაც ხედავთ, გზაზე რო გააკეთეთ, სადაც ღამის საათებშია გაკეთებული, რო იცოდეთ. ასე გებია, მადლობა თქვენი აზრისთვის. მოგესალმებით, დაგველაპარაკებით. თქვენც გითხარით რამე, რას ფიქრობთ მოსავლიდან საფრთხეებზე? მოსალოდნელი საფრთხე ისაა, რომ დაბზარულია შენობები და ძალიან ახლოსაა მოსული ფუნდამენტი. იქნება დიდი საფრთხე ბინის. ბავშვები აგერ კი ხედავ, რამდენი არიან, ეს ცოტაა წვიმის გამო ცოტა ვერ გამოვიდა ხალხი, მაგრამ ხვალე უფრო მეტნი ვიქნებით. და საფრთხის ქვეშ ვართ ყველას, ძინავს შიშის ქვეშ. და ანუ რა იქნება, არც მუნიციპალური გვაქცევს ყურადღებას, არც პოლიცია. ჩვენ გვინდა რომ შენებლობა გაჩერდეს. ჩვენი მიზანია ეს, რომ არ გვინდა დაინგრეს შენობა და ხვალე აი 200 ოჯახი დარჩეს შენობის გარეშე, ოჯახების გარეშე. მადლობა. ასე გებია, მადლობა თქვენი აზრისთვის. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ ვიმყოფებით ბათუმში, ბაგრატიონის 129 ნომერში, სადაც დაგეგმილ მშენებლობას მომიჯნავეთ მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან. ისინი მოსალოდნელ საფრთხეებზე უკვე ღიად საუბრობენ, რადგან არსებულმა ვიბრაცია მძიმე ტექნიკის შედეგად უკვე მათ კედლებზე ბზარები გამოიწვია და როგორც თავად ამბობენ, აქვთ იმის განცდა, რომ შესაძლოა ეს მშენებლობა სამომავლოდ იყოს საფრთხე აქ მცხოვრებლებისთვის. სწორედ ამიტომ ისინი მიმართავენ ბათუმის მერიას, რათა შეჩერდეს სამშენებლო პროცესი, ასევე პარალელურად მიმართავენ ექსპერტიზის ბიუროს, რათა დადგინდეს კედელზე არსებული ბზარების გამომწვევი მიზეზი და პარალელურად ასევე იწყებენ სასამართლო დავასაც და ამბობენ, რომ ყველანაირი მეთოდით ისინი შეეწინააღმდეგებიან ამ სამშენებლო პროცესს, რაც მიმდინარეობს ამ ტერიტორიაზე. მოგესალმებით ბატონო. დაგველაპარაკებით. გითხარით აბა რა ტიპის საფრთხეს ხედავთ თქვენ და რა მოთხოვნა გაქვთ? მოთხოვნა არის ჩვენი იმაში, რომ საფრთხის ქვეშ ვდგევართ ყველა მოსახლეობა გუმბათის. წარმოუშვა უკვე ბზარები, ძირი იღება უკვე გუმბათის
პირველ კორპუსთან და საფრთხის ქვეშ გავართ ყველა რა. იმიტომ რომ ფუნდამენტი ძირი უკვე ამოღებულია, ისეთ საშინელ დღეშია უკვე დაწყებითი მშენებლობა მიდის ისეთი რომ აი რო ანგრევდნენ და ისეთი ხვაური და ისეთი ის იყო რა ქვია გრევა რომ მზარები მიიღო მშენებლობა ჩვენმა სახელმწიფოს რეაგირებაზე რა შეგიძლიათ გითხრათ? შეატყობინეთ თქვენ მუნიციპალური ინსპექციას, ბათუმის მერიას, რა ტიპის რეაგირება იყო გარდა იმისა, რომ აქ მოვიდნენ ადგილზე და დაათვალიერეს ტერიტორია? ნუ მოდიან და მიდიან. აი ესაა მარტო. გადახედავენ და მიდიან ისევე. არაფერი პასუხი არ ვიცი ჯერ რა მოხდება. მაგრამ ყველა ვცდილობთ იმას, რომ შეჭერდეს მშენებლობა. თვითონ მდგომარეობა როგორი არის, როცა მძიმე ტექნიკა აქ მუშაობს? ეს ვიბრაციები საგრძნობია? ვიბრაციები არის საშინელ დღეში. საშინელათა ვიბრაცია. მაგის მეშვეობით წარმოიშვა გზარები ბინებში. ასაგებია, მადლობა თქვენი აზრისთვის. აი ასეთი არის ვითარება ახლა ბაგრატიონის ქუჩაზე. თქვენ ხედავთ, რომ თანდათან უფრო მეტი ადამიანი იკრიბება ამ ტერიტორიაზე და როგორც თავად ამბობენ, განცილებით მეტი ადამიანი ცხოვრობს ამ დასახლებაში და როგორც თავად ამბობენ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ისინი ღიად ალაპარაკდნენ მოსალოდნელ საფრთხეებზე, სამომავლოდაც აპირებენ, რომ მათი უფლებების დაცვა სხვა ფორმებითაც მოახდინონ და არაერთ საპროტესტო აქციას გამართავენ, როგორც თავად ამბობენ, რადგან სახელმწიფო არ რეაგირებს იმ დარღვევებზე, რაც არის. მოგესალმებით ბატონო, გითხარით აბა თქვენი მოთხოვნების შესახებ სათქმელი რა? თავარი რაც არის, მე ვფიქრობ, რომ ანუ ჯერ ერთი კანონდარღვევა ის, რომ არ აქვს გამოკრული აბრა, რას აშენებენ, როგორ აშენებენ. ნებართვა არის გაცემული, არ არის ესეც, ანუ საკითხი იყო და წარდგენილი მერიას ჯერ გითხრეს არ არისო, შემდეგ დაიწყეს მშენებლობა და მე გითხრეს, რომ უკვე გაცემულიაო. დავიწყეთ დავა. უნდა წარგვიგინონ ყველა ცნობა და დასკვნა ექსპერტიზის, ხო, რამდენად არის უსაფრთხო, დაშორება, ყველაფერი, ანუ რაღაც საკითხებია, რაც ჩვენს უფლებებს არ ღვევს და ანუ ეს ყველაფერი არაფერი არ აქვს მოწოდებული და გვინდა რომ იყოს ყველაფერი კანონის წინ ფარგლებში, მაგრამ სამწუხაროდ არც მშენებელი ჩანს და არც ეს დასკვნებია მოწოდებული, რომ ჩვენ ვიცოდეთ ნამდვილად ხო არის უსაფრთხო თუ არა. მით უმეტეს ყველას ბავშვები ყავს, ყველას ოჯახში შეგიძლიათ შეხვიდეთ და ნახოთ, რომ ბზარებია დაწყებული, გაზრდელია ბზარები, პლუს ამას საძირკველთან ხრიან, რომელიც, წესით გითხრეს, რომ 25 მეტრით მოშორებით იქნებაო, რეალურად 5 მეტრი არაა დაშორება საძირკველთან რა და ძალიან დიდი საფრთხეა ჩვენი და მოსახლეობის. ჯერ კიდე 10% ვართ ალბათ, ვინც გამოვიდა დღეს, რადგან ამინდი და ყველაფერი ხელს გვიშლის. იცით რა მაინტერესებს, თუ გქონდათ კომუნიკაცია სამშენებლოს წარმომადგენელთან, რა მოსაზრება აქვს მას, თუ ითვალისწინებს თქვენს მოთხოვნებს, ანუ დიალოგი თუ შედგათ მხარეებს შორის? ანუ მე პირადად მასთან არ მისაუბრია და ანუ არ შევსწრები ვარ მაგას, მაგრამ სამწუხაროდ, ეხა ამდენი ხალხი რო იკრიბება, უნდა მოვიდეს და ვიღაც წარმომადგენელი მაინც უნდა დაგველაპარაკოს. არც ამას აკეთებენ, არც არანაირ ნორმებს არ იცავენ, პლუს ამას ღამით შემოყავთ მძიმე ტექნიკა, გაყავთ როგორც უნდათ, ანუ ჩამოვედით მოსახლეობა, თავს დავადექი და ამის მერე მოხდა მშენებლობის სამუშაოების გაჩერება და რეალურად არაფერს არ ითვალისწინებს ეს მშენებლობა. მადლობა. თქვენც გითხარით, აბა რა შეგიძლიათ გითხრათ, თუ შედგა დიალოგი კომპანიასა და თქვენ შორის, აი ცნობილი არის მათთვის თქვენი პრეტენზიები? გამარჯობათ პირველ რიგში მათ უნდა მოსულიყვნენ და მათ უნდა მოესმენათ ჩვენი აზრი, რომ ჩვენ მეზობლები ვართ, რომელსაც პირველი რომ ხედს გვიფარავს. ეს ერთი. მეორე რომ ახლოს ადგავს, იმაზე ახლოს არის პროექტში ვიდრე ნება არის კანონით. მესამეც რაც თავარი არის, ეს ჯუნგლების კანონი რომ არის და ტროტუარზე რომ გამოაქვს ამ ხელა სახლის ახს რომ ადგავს და ერთი ეზოში, ერთი ხიარაღს დარგული, რომ დაარქვა გამწვანება ქვია. მოდი ვნახოთ არსებული რა გასაშენებული, თუა პატიოსანი მშენებელი, რა აშენა, რა გააკეთა. აგერ განახეთ ფაქტს, რომ გაივლით ზუსტად 70 სანტიმეტრი იქნება გასავლელი ტროტუარზე. ამ ხელა ტროტუარზე, ამ ხელა ქუჩაზე 70 სანტიმეტრი გასავლელი თუ საკმარისი იქნება. ამ ყველაფერი მიდის ჯუნგლების კანონით, იმიტომ რომ უნდა გადმოიწიოს ტროტუარზე, უნდა მიიწიოს საზღვრის მეზობელზე, უნდა წაართვას იმ კორპუს სკვერი, იმ კორპუს მიწა წაართვა, მე მგონდა გადაიფორმა, იმიტომ რომ ამ კორპუს არ ქონდა თქვია კაოდი როგორც თქვიან, ნებართვის რომ აეშენდნენ მაღალი კორპუსი. ეთქობა გადმოიფორმა სხვა მიწები გადმოიფორმა რომ მიწა გაეზარდა, მიწა გაზარდა, სხვაგან იყიდა, გვერდზე იყიდა, შორს იყიდა მიწა. გასავლელი აქვს ბილიკი. ეს ყველაფერი არის ძალიან ჩახლართული თემა. ესაც მაფიქრებს რომ 3 წელზე მეტი ამან ნებართვა ვერ აიღო და უცებ ხანში რაფერ აიღო რა დაასკვნა ესეთი რომ ესე უცებ აიღო ნებართვა.
ეს ყველაფერი არის ჩახლართული თემა და ამ ყველაფერს დაადგენს გამოძიება, რომელშიც მე მჯერავს, რომ სახელმწიფო დაგვეხმარება ჩვენ ამ ყველაფერში. იმიტომ რომ ყველაფერში უნდა იყოს კანონი დაცული, როგორც მათი უფლებები, ისე ჩვენი უფლებები. ყველა ხალხის უფლებები უნდა დავიცვათ, აი ტროტუარი დაწყებული, სკვერანი დამთავრებული, ყველაფერი უნდა იყოს დაცული. არ არსებობს მარტო კორპუსი ააშენე და პარკინგი არა, სკვერი არა, ეზო არა, სხვის ეზოში შედიხარ ეგ პრობლემა, სახსუგრე პრობლემა, ძალიან ბევრ პრობლემას გვიქმნის. მარტო ჩვენ არა. ისე მათ კორპუსაც ექნება პრობლემა, რომ მათ კორპუსს საერთოდ დარწმუნებული ვარ მიწა. რომ მიწაში გათვალისწინებული ხოთ ალბათ იმ კორპუს სკვერი, ახლა ამან გადმოიფორმა, როგორც ქართულად ხდება, ლიშბი ნებართვა აიღონ. ჯიგრული პოლჩეკეთები ხო? შეგიძლიათ ნახოთ, რომ აი ეს ტროტუარი ნახოთ, როგორი ვიწრო გასასვლელი აქვს და აქაც იგივე იქნება. აქ ყველა დღე ავარიები ხდება. ყველა დილას რომ გათენდება და საღამომდე ავარიები 2-3 რომ არ მოხდეს არ არსებობს. და კიდე ამას რომ ჩახერგავს და ჩააბნელებს, ავარიები მეც მოიმართებს. ზედ პარკინგი აქვს გაკეთებული კალცაოის გაკეთების პარკინგი. როგორ შეიძლება ასეთი რაღაცა? ხო უნდა იყოს უსაფრთხოების რაღაც ნორმები დაცული. როგორც მოსახლეობისთვის, ტრანსპორტისთვის, ისე ქვეითისთვის. მოდი ვნახოთ, ყველგან არის ველობილიკი თქვათ. ქვეით ანუ უსინათლოების გზა არის. რამე დატოვებული აქვს, რამე გათვალისწინებული აქვს. მხოლოდ გათვალისწინებულია კომერციული ფართი და სამშენებლო ფართი. ძალიან ვთქვათ, რომ შეამოწმოთ, ვნახოთ რა არის, რას ვიტყობთ ჩვენ. მადლობა. მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. თქვენ გითხარით ბატონო, რას ფიქრობთ და რა ტიპის საფრთხეს ხედავთ თქვენ? საფრთხე მეგობარო დიდია. ვაფშე თავიდან რომ დავიწყო, აქ მერია იყო მოსული თავიდან არჩევნებამდე და მათ თვითონ შეაფასეს აქ ყველაფერი და თქვენს რომ აქ არ აშენდებოდა. აი მე პირადად მოვისმინე, აღარ ვაკონტროლებს სახელებს და გადის ერთი თვე და თვითონ მათ აძლევენ უფლებას, რომ აშენდეს სახლი, რომელსაც დაფარავს ბავშვებს ზე არ იქნება სიბნელე და რაც თავარია ფუნდამენტს უღებენ. მეტი რა დავარქვა და დანარჩენი აგერ აი გეუნები, აი ყველაფერი გასამერია უფლება. რომელსაც შეგვიძლია რომ არ იქნებოდა და დანარჩენი მოვიდნენ მერიიდანაც, რავი სამთავრობოდანაც და თვითონ გასაზრდონ რატომ მიცენ ამ ხელა უფლება. მეტი რა უნდა ვთქვა ახლა დანარჩენს დრო გვიჩვენებს და აგერ ვართ არ დავნებდებით და რა ვიცი, მასა დიდი ვართ და ბევრი ვართ ძალიან. გასაგებია, მადლობა. ეს ცუდი ამინდია, მაგრამ ხვალე უფრო მეტი ვიქნებით, იმიტომ რომ დღეს ცუდი ამინდია და ვერ გამოდის მოსახლეობა. ხვალე და ზეგე უფრო მეტი ხალხი ვიქნებით და მასა ვიქნებით ბევრი. გასაგებია, მადლობა. კი, ნამდვილად ბათუმში ახლა რთული მეტეო პირობებია, როგორც ხედავთ, კოკისპირული წვიმა არის, თუმცა მიუხედავად ამისა, ამ ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბა იმისთვის, რომ საკუთარი უფლებები დაიცვან. მე მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჩვენ ვიმყოფებით ბათუმში, ბაგრატიონის 129 ნომერში, სადაც წლების განმავლობაში ამ ტერიტორიაზე არსებობდა სარიტუალო დარბაზი, რომლის დემონტაჟის შემდგომაც აქ იგეგმება მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა და გვერდით ცხოვრობენ ადამიანები წლების განმავლობაში და როგორც თავად ამბობენ, დაწყებული სამუშაოების შედეგად მძიმე ტექნიკა როცა მუშაობს, არსებულმა ვიბრაციამ გამოიწვია მომიჯნავე კორპუსის კედლებზე ბზარები და ისინი ხედავენ საფრთხეს და ამის შესახებ უკვე ღიად საუბრობენ, მიმართავენ ბათუმის მერიას, გამოიძახეს მუნიციპალური ინსპექცია, რომელსაც თავად ამბობენ, რომ არ ქონია სათადანადო რეაგირება, არ შეჩერებულა სამშენებლო პროცესი და ამიტომ გადაწყვიტეს, რომ მედიით დაიწყონ უკვე ამ თემაზე საჯაროდ საუბარი და არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართება უკვე შემდგომ დღეებში. ჩვენ აქ ადგილზე ვერ ვხედავთ მშენებელი კომპანიის წარმომადგენლობას, აქ არ აქვს ჯერჯერობით ოფისი, სადაც იქნებიან ისინი წარმოდგენილი და მათთან გასაუბრებას შევძლებთ. ჩვენ ცხადია გვაინტერესებს მეორე მხარის პოზიცია, რაც ფიქრობენ ისინი ამ ადამიანების პრეტენზიებსა და მოთხოვნებზე, თუმცა ჩვენ ამის შესაძლებლობა ამ ეტაპზე არ გვეძლება. მიუხედავად ამისა, თუ გადაწყვეტს კომპანია, რომ ამ თემაზე საჯაროდ ისაუბროს მედიის წინაშე, ჩვენ მზად ვართ დავუთმოთ დრო და სივრცე იმისთვის, რომ მათი სათქმელი გაიგოს საზოგადოება. ჩვენ ცხადია ვაკვირდებით მოვლენებს და თუ რაიმე ტიპის გამოხმაურება იქნება ამ თემაზე, ჩვენ ცხადია აჭარა თაიმსის მაყურებელს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ გაიგოს მომდევნო სიახლე ამ საქმესთან დაკავშირებით.
თქვენ კი გთხოვთ, ვინც გვიყურებთ, გააზიარეთ ეს პირდაპირ ეთერი, რათა უფრო მეტ ადამიანს კონდეს წვდომა იმის შესახებ, რომ გაიგოს რა ხდება აჭარასა და მის მუნიციპალიტეტებში. დიდი აუდიტორია კი ჩვენ გვეხმარება იმაში, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა. ასეთი იყო პოზიციები, რასაც ისმენდით თქვენ რამდენიმე წუთის განმავლობაში და როგორც გითხარით, სიახლის შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას. მადლობა რომ გვენდობით, მადლობა რომ გვიყურებთ. გემშვიდობებით ნახვამდის.